გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მე ვარ მარიჩორ ჩანელი, დაგიბრუნდით დაპირებული ვიდეოთი და დღეს გასწავლით, როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში ნატურალური საპონი, რომელიც შედგება ალოე ვერას და მწვანე თიხისგან. ძირითადად ის განკუთვნილია პრობლემური კანის მქონე ადამიანებისთვის და განსაკუთრებით უხდება აჭრელებულ კანს, გამონაყარს და ძალიან კარგია აკნეს დროსაც. მოსამზადებლად დაგჭირდება მწვანე თიხა, რომელიც აუცილებლად უნდა გავცრათ, რათა უფრო წმინდა იყოს. ჩაის ხის ზეთი 100%-იანი, ნატურალური. ეს არის სურვილისამებრ, შეგიძლიათ გამოიყენოთ, შეგიძლიათ არა, მაგრამ ძალიან კარგი აკნეს დროს და ნებისმიერ ბაქტერიას გაანადგურებს თქვენს კანზე. აუცილებლად გლიცერინის ნატურალური საპონი, რომლითაც უფრო მყარი გამოვა. მაგრამ ამის თუ არ გექნებათ ეს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვის თეთრი ფერის საპონი. მხოლოდ და მხოლოდ ეს ორი ალტერნატივა გვაქვს დღეს, ვინაიდან სხვა საპონებით ამის გაკეთებას ნამდვილად არ გირჩევთ. ან იყოს გლიცერინი, ან ბავშვის თეთრი ფერის საპონი. თუმცა ბავშვის საპონი შედარებით რბილი და შეიძლება უფრო ფხვიერი გამოვიდეს, ვიდრე გლიცერინით. და რაც ყველაზე მთავარია, ალოე ვერა. თუ გექნებათ მცენარე უმჯობესია, თქვენ იცით მე მას როგორ ვასუფთავ და ვიღებ შიდა ჟელეს. ალოე ვერას ვიდეო, აი ესე ქვია, ჩემს პლეილისტში შეგიძლიათ ნახოთ. თუ არ გექნებათ ესეთი მცენარე, გამოიყენეთ გელი ნატურალური 100%-იანი. თუმცა მე მაინც მცენარეს გირჩევდით. ავიღებ ნახევარ გლიცერინის საპონს და გავხეხავ, რათა ადვილად გაალღვეს. გახეხილ საპონს გადავიტან გაზზე, დაბალ წყარზე და დავამატებ იმ რაოდენობით წყალს, რომ საპონი არ დაგვეწვას, ანუ არც უნდა გაგითხელდეთ, თქვენ თვითონ მიხვდებით, კარგად რომ გაიხსნას. გეტყვით იმასაც, რომ შეგიძლიათ ეს საპონი გაალღოთ ორთქლის აბაზანაზე, რომელიც ანუ შედარებით უფრო ადვილია, თუ არ იცით ესე ხელით მანიპულირება, რათა არ დაგეწვათ, მაგრამ მე ვინაიდან ახლა ჩქარა ვაკეთებ და შედარებით ხელი მიჩვეული მაქვს, ამიტომ პირდაპირ ცეცხლზე გავალღობ. ვამატებ ნახევარ ჭიქა წყალს, ოღონდ ძალიან ნელ-ნელა. განუწყვეტლი უნდა ვურიოთ, საპონმა უკვე დაიწყო ალღობა. ხელის სიჩქარე ნამდვილად გჭირდება, ვინაიდან ძალიან მალე შრება და მოვასწროთ დარჩენილი ინგრედიენტების შერევა. დავამატე 1 სუფრის კოზი ალოე ვერა. შემდეგ 1 სუფრის კოზი მწვანე გაცრილი თიხა. და ბოლოს ვამატებ 5 წვეთ ჩაის ხის ზეთს. მალევე გადავიტან ესეთ სილიკონის ფორმებში, თქვენ როგორი ფორმაც გინდათ ისეთ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბოლოს გამოვიყენებ სპირტს, ესეთ სპრეის, რათა ეს პატარა ბუშტულები გაქრეს და უფრო ლამაზი გამოვიდეს საპონი. ცოტა რომ შეგრილდება, გადავიტან საყინულაში. გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ მეორე დღიდან. შეგიძლიათ ამითი პირი დაიბანოთ ყოველ დღე დილა საღამოს და ბოლოს დამატენიანებელი ან მკვებავი საცხის წასმა არ დაგავიწყდეთ. ის ერთი საპონი, რომლის გამოყენებასაც გადაწყვეტ, შეგიძლიათ გქონდეთ აბაზანაში, მაგრამ სხვა დანარჩენი აუცილებლად უნდა შეინახოთ საყინულში. და როგორც ყოველთვის და ბევრ ვიდეოში ვამბობ, ნატურალური პროდუქცია ვინაიდან დიდხანს არ ძლებს, ამ საპონს ვადა აქვს 2 თვე და არ გირჩევთ დიდი რაოდენობით გაკეთებას.